მოგესალმებით. დღეს ჩვენი გადაცემის ფაქტი მოვლენა კომენტარი ანალიტიკური საუბრები დემონ გიორხელიძესთან ერთად. მორიგი გადაცემა და ჩვენ კვირაში ორჯერ სამჯერ ყოველთვის რეგულარულად შევხვდებით ერთმანეთს და ყველაზე აქტუალურ საშინაო თუ საგარეო საკითხებზე ვისაუბრებთ. თავარი საკითხები, რა თქმა უნდა, რჩება ის საკითხები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ უშუალოდ არის დამოკიდებული და ფაქტობრივად არ არსებობს საგარეო საკითხები, რომელიც საქართველოს არ ეხებოდეს პირდაპირ თუ ვირიბად და არ არსებობს საშინაო საკითხები, რომელიც ქართული სახელმწიფოს უზარმაზარ პრობლემებთან არ იყოს დაკავშირებული. ახლა ჩვენ ვეცადოთ ნელ-ნელა გავერკვეთ ყველაფერი ამაში. რა მდგომარეობა, რატომ მოხდა, რომ ფაქტობრივად 2026 წლისთვის ქართული საზოგადოების სერიოზული ნაწილისათვის, იმიტომ რომ რამდენიმე ათასი ადამიანი სულაც არ არის მცირე რაოდენობის და რატომ მოხდა, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები მათთვის გაუგებარია, ისინი კვლავ დარჩნენ იდეოლოგიური გავლენების ტყვეობაში, ამ იდეოლოგიურმა გავლენამ დააკარგვინა, რა ვიცი, ეროვნებაც, ღირსებაც, აღზრდაც თუ ჰქონდათ ასეთი და გადაქცეული არიან ნამდვილად აგრესიულ უხეშ და სრულიად აზროვნება დაკარგულ ადამიანებად. რატომ ვამბობ ამას? მე აბსოლუტურად მხოლოდ ახსნა მინდა, სხვა არაფერი. 2 დღის წინ მე დავდე, ჯერ გადაცემაში ვისაუბრე სრულად, რაც შეეხებოდა უკრაინის ელჩს ბრიტანეთში ზალუჟნის ყოფილ სამხედრო პირველ პირს, რომელმაც განაცხადა ის, რომ ზღაპრებია ეს ყველაფერი, რაც ნატოსთან შესვლას ეხება. მე გადაცემაში ვთქვი, რომ მან აგრეთვე დაამატა ის, რომ უკრაინის არმია დღეს გაცილებით უფრო თანამედროვე დონეზეა, იგი მართლაც ითვლება ნომერ 2 არმიად. საინტერესო რაღაცები მოხდა ნატოს სწავლებებზე, სადაც უკრაინის უპილოტოების მმართველობა ფაქტიურად მთელი ამერიკული ბრიგადა გამოიყვანეს მწყობრიდან, სწორედ იმ ფორმით დასაშვებია, რომ სწავლებებზე იყოს და ამაზე ამერიკაში სერიოზული საუბარი იყოს. მაგრამ თავარი რა არის? ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ მომხრეები რუსეთის, ვართ უკრაინის, ამერიკის, ევროპის, არ დგას გეოპოლიტიკაში ასეთი საკითხი. მით უმეტეს საქართველოს მოქალაქისთვის. ჩვენ ხედავთ ერთ რამეს და მე ახლა მინდა გავახმაურო ძალიან ცნობილი მსოფლიოში მოხსენება, ანალიტიკური მოხსენება. თქვენ იცით, არსებობს ასეთი Rand Corporation. Rand Corporation-ი არის, როგორც უწოდებენ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ჩრდილოვანი ნაწილი, ანუ იგივე სამმართველო ოღონდ არასახელმწიფო სტრუქტურაში, არამედ როგორც გონებრივი ცენტრი, 365 მილიონზე მეტი აქვს დაფინანსება, საუკეთესო სპეციალისტები. ისინი ამბობენ იმას და დებენ იმ ანალიზებს, რასაც კი ახმაურებენ და მე ფაქტობრივად ბოლო წლებია, რაც კი გამოქვეყნდა ყველაფერი ნანახი მაქვს, რომ გითხრათ სიმართლე რომ აღთავანებას იწვევს, არა, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ 2022 წელს, როდესაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მაშინ ვთქვი Rand Corporation-ის ანალიზებზე დაყრდნობით, რომ ეს არის მცდარი ანალიზები. და აი 2023 წელს, სადაც შემოდგომა იყო, როდესაც Rand Corporation-მა გამოაქვეყნა სენსაციური
ანგარიში 2023 წელია, რომ იმ ტექნოლოგიებით, იმ სტრატეგიული არსენალით და იმ რესურსებით, რაც შეერთებულ შტატებს გააჩნია, რუსეთის დამარცხება შეუძლებელია. ტემურ გიორხელიძე კი არ ამბობს ამბავს, ტემურ გიორხელიძემ მე ადრე თქვა. და უკრაინის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც იყო მთავარი მოტივი რუსეთის წინააღმდეგ და რა უკრაინა როგორც ასეთი, ამას წერს Red Corporation-ი ხას უსვამ. რატომ უსვამ ხას? იმიტომ რომ თემ სოფლიოში რაც ცნობილია საქართველოში გარკვეული ნაწილისთვის ცნობილი არ არის და ამდენად ეს გადაგვარებული ბიომასა, რომელიც 2003 წლის იმ ტრაგედიის შემდეგ, თუმცა ყველაზე დიდი ტრაგედია 92 წელს მოხდა, 2003 წელში უკვე სხვა სტადიაში გადავიდა ეს ტრაგედია, ამის შემდეგ იდეოლოგიურმა დამუშავებამ ქართველი ახალგაზრდებისა და გარკვეული საშუალო და უფროსი თაობისა თავისი სერიოზული შედეგი გამოიღო. არ არის არაფერი ცნობილი მათთვის და მათის მთავარი ამოცანა არის ის, რომ თუ ვინმე არ ეთანხმება მათ და დასავლურ ორიენტაციაზეა ლაპარაკი, რაც სრულიად მე ახლა დეტალურად ვიტყვი, რაც ნიშნავს ეს, აგრესიულად ეკიდებიან თავიანთ თანამემამულეებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემი მიზანი ერთი პიროვნებისა ამ ქვეყანაში, როდესაც არავინ არ ვალდებულებს არ საჯარო განცხადებები აკეთოს, არც ამ მარაზმულ შეხედულებებს დაუპირისპირდეს, მაგრამ ეს ჩვენი სახელმწიფოა, ჩვენი ქვეყანაა, იგი სერიოზული საფრთხეების წინაშე დგას, ამიტომ მე მხოლოდ განმარტებელს გავაკეთებ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არარავობა ადამიანების როგორ გითხრათ, ახლა შემოვარდნა ჩემ გვერდზე რაღაც უხეში მომართვები და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, ამ პოსტს მოყვა 1500 მოწონება 400-მდე გამოხმაურება და ასე შემდეგ და 1500 კაცში 25 კაცამდე აღმოჩნდა ეს გადაგვარებული, რაც უმნიშვნელო პროცენტია, მაგრამ მე სხვანაირად უყურებ ამას. ისინიც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. ისინიც ხომ ადრე თუ გვიან უნდა იყვნენ იმ საერთო შეხედულებათა სისტემაში, როდესაც ჩვენ განსხვავებული შეხედულებების ადამიანები ვცხოვრობთ ერთ სახელმწიფოში და მოქმედებთ ისე, რომ ერთმანეთს ზიანი არ მივაყენოთ და ქვეყანა ჩვენი ძალისხმევით წინ წავიდეს. არა. ამიტომ ხას უსვამ. რა მოხდა უკრაინაში? ჩემი ყველა განცხადება 2022 წლის 24 თებერვლიდან თუ 22 თებერვლიდან არაფერი შესაძლებელი არ არის, იმიტომ რომ გასაგები იყო, რაც იყო. კარგია რუსეთი ხას უსვამ, არ აქვს მნიშვნელობა, ცუდი არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ რა ხდება? ხდება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული კამპანია და უკრაინა გამოყენებულია ამ მიზნით და უკრაინის მთელი ტრაგედია არის ის, რომ ის არის ანტირუსული პროექტი. ხას უსვამ, კარგად დაუკვირდით ამ სიტყვას. უკრაინას ამ ტრაგედიიდან ვერავინ ვერ გადაარჩენს. გუშინწინდელი ამერიკული პრესა ნახეთ, ნიუ-იორკ ტაიმსი, ვაშინგტონ პოსტი. ფაქტიურად ამერიკის შეერთებული შტატები დღეს უსუსურია უკრაინაში და უსუსურია ათმაგად, რაც ირანთან ურთიერთობაში და იმ სრულიად წარმოუდგენელ ომში მარცხი განიცადა და სერიოზული მარცხი განიცადა. ეხლა ირანი არ უშვებს ამერიკელებს ისე, როგორც ამერიკელებს უნდათ გასვლა ამ უბედურებიდან, მაგრამ არა, ყველა პირობა უნდა დააკმაყოფილოს. ამერიკელებმა გამოაცხადეს, რომ ერაყიდან 30 სექტემბრისთვის მთლიანად გაყვანილი იქნება ამერიკული ჯარი. ასე მოხდება ყველგან. ესე იგი, მაგრამ თუ Red Corporation-მა 3 წლის წინ დაწერა, რომ ამ ტექნოლოგიებით მიაქციეთ ყურადღება, ამ სტრატეგიებით და უჩვენა, თუ გნებავთ ნატოს სწავლებამ, რომ ამერიკის ჯარი სერიოზული ჩამორჩენილია, არაფერს ვამბობ ევროპულ ჯარებზე. თქვენ კარგად იცით ტრამპის მიმართვა ბრიტანეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრისთვის, რომელმაც ბრიტანეთს უწოდა
გაკოტრებული ქვეყანა. დიახ. არაფერი ახალი ტრამპს ბრიტანეთის მიმართ არ უთქვამს. ბრიტანეთის შეფასებები არაერთხელ მაქვს გაკეთებული, ეს ერთდროს უდიდესი მსოფლიო ისტორიაში, ყველა დროის უდიდესი იმპერია, დღეს ერთადერთი დასპეციალებულია გეი აღლუმებზე და აღლოსაქსი მამაკაცების იმ კურტუმოს ქნევაზე, რაც უბრალოდ ტრაგიკომიკური აღსაქმელია, ხო? ესე იგი, რჩება ერთადერთი და ისიც აშკარად ჩამორჩა. აღმოჩნდა, რომ ირანი არის ტექნოლოგიურ ხუთეულში, მსოფლიოში, მისი რაკეტები, რაც რუსული რაკეტებია ცნობილი, იმაზე მძლავრი აღმოჩნდა, ტაქტიკა აითვისეს, როგორც New York Times-მა დაწერა, ირანმა აითვისა რუსული ტაქტიკა უკრაინაში, როდესაც შეტევა ხორციელდება არა მხოლოდ რაკეტებით, არამედ როგორც დრონებით და ასე შემდეგ და დაიწყო უზუსტესი დარტყმები. სერიოზული მსხვერპლია, სერიოზული დანაკარგებია იმ ბაზებზე, სადაც დარტყმები მოხდა და ორმუზის ყურე კვლავ ირანის გავლენის ქვეშა. არანაირი შეთანხმება არ მოხდება შეერთებულ შტატებთან, სანამ როგორც ირანელები აცხადებენ და მთელი კარტი დღეს არის ბანკოს ქაღალდები, რომ იწყებენ არის ირანელების ხელში. აი ეს მოაქვს პოლიტიკაში შეცდომებს, მაგრამ არის ერთი მთავარი მომენტი, Rand Corporation-ის მოხსენება შემთხვევით არ ავახსენე, ტრამპმა ახსენა, თუმცა სერიოზულად არ მოეკიდნენ, მაგრამ მე მინდა განმარტო ის, თუ საით წავა მიმართულება შეერთებული შტატებისა. ამერიკის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა რკინის თაღის იდეა და მუშაობა დაიწყო, რაც საერთოდ ღიმილის მომგვრელად იქნა აქული, მაგრამ როგორც ჩანს, კარგად არ მიაქციეს ყურადღება თუ რაზე საუბრობდა ამერიკის პრეზიდენტი. ამერიკელები უზარმაზარ ფულს დებენ ახლა ტექნოლოგიებში, ისინი ღია ტექსტით აცხადებენ, რომ ვისაც ტექნოლოგიებში ექნება უპირატესობა, ის იქნება გამარჯვებული და მაშინ ის აბსოლუტურად მართალია, ის ჩამორჩა ჩინელებთან, თუ გნებავთ ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით და სხვა მხრივად და ეხლა ამერიკელებს ყველაფერი გააქვთ კოსმოსში. ყველაფრის გატანა კოსმოსში ნიშნავს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაც იქნება კოსმოსში და ამერიკელები აპირებენ გაშვების მომენტში განადგურებას რაკეტებისა, რომელიც წერტილიდანაც არ უნდა იყოს ის მსოფლიოში. თავარი დასკვნა ჩვენთვის, რომ აღარ გავაგრძელო ეს თემა, დღეს თუ გნებავთ ამ განცხადების შემდეგ ხარცდები აღმოსავლეთში იყო რუსეთის პრეზიდენტი და იგი ახალგაზრდებს შეხვდა, მათ შორის მეცნიერებს, პედაგოგებსაც, სტუდენტებს და მან პირდაპირ თქვა, რომ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი მომავალი და ასე შემდეგ. ესე იგი, მთავარი მიზანი საქართველოსით რაც არის, იწყება უზარმაზარი ზრბოლა ტექნოლოგიური უპირატესობისთვის და ყველაფერი მთელი რესურსი, ყველა დიდი სახელმწიფოსა მიმართულია ტექნოლოგიების განვითარებაზე. თუ ვინმე ადევნებს თვალყურს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული უპირველესი პირების ინტერვიუებს, არის ძალიან სერიოზული ინტერვიუები, ყველას გირჩევთ, რომ მოიძიეთ, ძალიან სერიოზულია. მათ შორის Google-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ამბობს იმაზე, რომ დღითი დღე, ფაქტობრივად ცრული კონსენსუსი არსებობს სილიკონის ველზე, დღითი დღე ჩვენ ვხედავთ სულ ახალ შესაძლებლობებს ხელოვნური ინტელექტისა, ერთადერთი რაც მათ ჯერ არ შეუძლიათ, ეს არის თვითგანვითარება. ანუ ჯერჯერობით ადამიანა არ ჩაუდო თუ ვერ ჩაუდო თუ პროცესია, ისეთი პროგრამა, რომელიც ინტელექტს მისცემს, ხელოვნურ ინტელექტს მისცემს თვითგანვითარების საშუალებას და აქ იწყება უკვე მთელი პრობლემები, რა შეიძლება ამას მოყვეს. თუმცა ეს ძალიან ჭკვიანი პიროვნება ამბობს, რომ ადამიანის გარეშე მაინც არაფერი არ იქნება. დიახ, ისინი შეიძლება გავიდნენ კონტროლიდან,
მაგრამ ადამიანი მაინც რჩება, მაგრამ თავარი რა იცვლება, რაც მე ყველა ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდას მინდა უთხრა და ამაზე მე წლებია ვსაუბრობ, უნივერსალური განათლება. მან თქვა, რომ სამუშაო ადგილები ადამიანებისთვის დარჩება, მაგრამ ეს იქნება ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, აი ყველა სხვადასხვა მიმართულებით, რომ შეუძლიათ საქმიანობა, აზროვნება და გადაწყვეტილების მიღება ისეთი ადამიანებისა. აქედან საქართველოს ამ საცოდავ მთავრობას მინდა მივმართო. თუ ჩემს გამოცდილებას უმაღლეს სკოლაში მუშაობისა ენდობით და ქართველი ახალგაზრდების შესაძლებლობებზე მაქვს უზარმაზარი წარმოდგენა, იმიტომ რომ უსაჯველოდ მძიმე, ძალიან ღრმად მათემატიზირებული კურსები მაქვს მათთვის წაკითხული, ძალიან მრავალფეროვნები, ახლაც ვკითხულობ და მე ვიცი მათი შესაძლებლობები. არ არსებობს მსოფლიოში რაიმე წინწაწეული დონე, წინწაწეული მეცნიერება, რომ ქართველმა ახალგაზრდამ ვერ იმუშაოს იმ სფეროში, თუ მას ჩვენ შესანიშნავ სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებას მივცემთ. ამის სანაცვლოდ ქართული განათლების სისტემა არის განადგურებული, ბოლონიის სისტემაზე აგებული და ევროპულ ორიენტაციაზე აგებული. კიდე გეუბნებით, განათლება არ შეიძლება იყოს ევროპულ ორიენტაციაზე, ან ამ ორიენტაციაზე, ან იმ ორიენტაციაზე აგებული. უაზრობა განათლება თვითონ არის დამოუკიდებელი ფასეულობა და იგი დროის შესაბამისი უნდა იყოს და არა ორიენტირებული იდეოლოგიების დონეზე. როგორ შეუძლია ქართულ სახელმწიფოს არსებობა მომავალში, თუ მისი საგანმანათლებლო სისტემა ანადგურებს იმ უზარმაზარ ნიჭს, საოცარ ნიჭს გეუბნებით, რაც ქართულ გენში, ქართულ ახალგაზრდულ ენერგიაშია, მაგრამ სკოლაში ისე წაუყვანეთ ამ ახალგაზრდებს საქმეს, ვინც მშობლებმა არ მიხედა, თქვათ, რაღაც სპეცსკოლებში შეიყვანა, არ დაიზოგა არაფერი, როგორ თქვათ, მე და ჩემმა მეუღლემ გავაკეთეთ თავის დროზე, როცა კატასტროფა იყო 90-იანებში ქვეყანაში და ფაქტობრივად ყველაფერი გავყიდეთ და ბავშვებში ჩავდეთ, იმიტომ რომ სხვა არც ახლა არ ვიცი სიმდიდრე რომ იყოს, რაში უნდა გამოვიყენოთ თუ არა ბავშვებისთვის და მათი განვითარებისთვის. საბედნიეროდ მიუხედავად ჩვენი 23 წლიანი დაქირავებულ ბინებში ცხოვრებისა, შედეგი მოიტანა ამან და აი ამ დონეზე თუ მშობლები გარისკავს საქართველოში, ისინი მართლა ძალიან ღირსეულ ახალგაზრდებს აღდიან და ნებისმიერ დონეზე მსოფლიოში შეუძლიათ ადგილი დაიკავონ, თუ არა და ჩვენ ვიქნებით ეგრეთ წოდებული ტურიზმის ჰაბი, ტურიზმის მომსახურე, საშინლად დაბალი დონის, ეხლა არ დამიწყოთ ლაპარაკი, რომ ტურიზმი განვითარება და ტურიზმი არის სამარცხვინო სფერო ქვეყანაში, როგორც უპირველესი, თორე ასეთ ზღაპრულ ქვეყანაში ტურიზმი რომ ძალიან კარგ შემოსავალს მოგცემს და თავისი სეგმენტირებული რომ იტყვიან მიმართულება ექნება, ჯერ ვერ გაუგიათ საქართველოს რანაირი ტურიზმი აქვს, ეს არის მასობრივი ტურიზმი, რისთვისაც ჩვენ არ აგვაქვს რესურსი. ეხლა ვინ გამოვიდა, მე მგონი საცოდავი ეკონომიკის მინისტრი და რაღაც ახალი აეროპორტის აშენებას აპირებენ და საქართველოში 20 მილიონი ადამიანი, ესე იგი, ჩამოვაო. ეხლა მე მინდა ამ გონებად ხელ ადამიანებს და მათ შორის მთავრობას მიმართა, რომელსაც შუბლი ძალიან სქელი აქვს და შიგნით რაც არის შიგთავსი, მე მგონი ძალიან პატარა არის. 20 მილიონი კაცი მართლა რო ჩამოვიდეს წელიწადში ქვეყანაში. ნუ გასაგებია ეს ერთდროულად არ იქნება, მაგრამ რამდენი ადამიანი უნდა მოემსახუროს ამ მილიონობით ადამიანს, რაც აპირებთ. ქართული რესურსი ამას არ ეყოფა, ესე იგი მომსახურე პერსონალად თქვენ 10,000-ობით ადამიანი უნდა შემოიყვანოთ და დაასაქმოთ, ხო სწორია? და ქვეყანა იმიტომ არსებობს, რომ ჩვენ მომსახურეები ვიყოთ და ტურიზმზე და ეგრეთ წოდებული რაც ოძახიან კიდე კორიდორები, ხო, ესე დერეფანი იქნები და
გაივლის მანქანა იქნება, მატარებელი იქნება და გადაიხდის ფულ და ქართველი ხალხი წამოწოლილი მუხის ძილში კარგად იცხოვრებს, ხო? ესეც გაუნათლებლობის შედეგია. არა მარტო ვინც ლაპარაკობს ამაზე გაუნათლებლობა, არამედ ხალხი ვინც ამას იჯერებს, იმიტომ რომ რაღაც ეკონომიკური ისტორიები წაკითხული მაქვს, როგორ იყო, როგორ ვითარდებოდა, რა ვითარებდა ქვეყნებს და არსად მსოფლიოში იმ სისულელეზე არცერთი ქვეყანა არ განვითარებულა, რასაც საქართველოში ცდილობენ განავითარონ. ამ მახინჯმა აზროვნებამ შექმნა ის, რომ ქართველ ეგრეთ წოდებულ ბიზნესმენებს, რომლებსაც მე რეკლამებში უყურებ და ასე შემდეგ, გასაგებია ხელისუფლებიდან მოდის, განსხვავება არ აქვს იმისა, თუ საქართველოში დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქს თბილისს რა ფუნქცია უნდა ქონდეს, რა არა მარტო გარესახე უნდა ქონდეს, არამედ ინსტიტუციონალურად როგორ უნდა იყოს დალაგებული და ვიღაც ორი ახალგაზრდა არის, ალბათ ვინმეს ფარია, ვიღაცას ყავს აფარებული. ლას ვეგასში იყვნენ, ეს ერთი ვაი ტელევიზია, იმედი რო ქვია, კორესპონდენტი ახდა თუ ვიღაც ახდა და იქ რაღაც ჰოლივუდ ზღაპარი ჩამოდის და რაღაცას აშენებს თბილისში და მაგრამ ლას ვეგასის იდეოლოგია რა არის? ამ ქალაქის აშენების, გაშენების, ვინ გააშენა, რატო გააშენა? მერე გასაგებია ყველაფერი ეს ჩანაცვლებული იქნა დიდი ბიზნესის და თქვენ ლას ვეგასს გინდა დაამსგავსოთ თბილისი? დიახ, გინდათ. იმიტომ რომ იმდენად ქაჯი პროვინციელები ხართ, იმდენად ფულის ხამი, არ ვიტყვით ცუდ სიტყვას, თორე აი აქ მიტრიალებს, რომ თქვენნაირ ადამიანებზე მიმართო, რომ არ გესმით ის, რომ არანაირი პარამეტრი არ არსებობს იმისთვის, რომ თბილისი ლას ვეგასს მოარგო. ლას ვეგასი სხვა რამეა. თქვენ რომ მართლა რაიმეს გაკეთების ერთი ადგილი გქონდეთ, ლას ვეგასი თუ გინდოდათ საქართველოში, ეგერ უდაბნოა თბილისიდან ერთი 50-60 კილომეტრზე და იმ უდაბნოში აგეშენებინათ სადღაც ლას ვეგასი ქართული და ვისაც დაჭირდებოდა წავა იმ უბედურებაში და დახარჯავს იმპულს, ითამაშებს და ბოზებში ივლის, თუმცა თქვენ გაუადვილეთ ადამიანებს ამანად 50-იანი წლების რევოლუციამდელი ჰავანად აქციეთ თბილისი, კაზინოები, ბორდელები, სავაჭრო ცენტრები, სექს-ტურიზმის ცენტრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ჩემი საუბრის დასაწყისი და ტექნოლოგიებზე აქცენტი არის უალტერნატივო ყველასათვის. ამ ტექნოლოგიებზე იმიტომ ვაკეთებ მე ძალიან სერიოზულ, რომ იტყვიან აქცენტს, რომ კარგად ვიცი ქართველი ახალგაზრდების შესაძლებლობები. თუ ჩვენ ეს უბედურება მოვიცილეთ, რაცაც მარიონეტული ხელისუფლება ქვია და შეთანხმებულ რეჟიმში ქართველმა ხალხმა საქართველოს მესვეული ხელისუფლებები არჩია, ჩვენ პირველ რიგში განათლებას დავაყენებთ ფეხზე, მსოფლიოში საუკეთესო განათლებას, მაგ ბოლონიის სისტემა აიღეთ და ყველა მისმა მომხრემ გაიკეთეთ უკანალში, უხეშად გეტყვით, იმიტომ რომ ყველაფრის ღირს იყავთ. ბოლონიის სისტემა და თანამედროვე განვითარება სად ნახეთ თქვენ? ევროპის უზარმაზარი განათლების სისტემა დაანგრია. და თქვენ გინდათ მისგან ხეირი ნახოთ და იქ პეპელაპოვი იმაში, რა ქვია, უნივერსიტეტებში ეს ვითამ განათლების მენეჯერები და სამინისტროებში ეს გრანტიჭამია ადამიანები შეკრული ამ სიმახინჯესთან, რასაც რუსთაველის ფონდი ქვია და ყველაფერი ეს ერთი მახინა ტრიალებს ერთმანეთში კორუფციაში და სიგლახეში ჩართული. არ გამოვა ამ საქმიდან არაფერი, ამიტომ ცვლილებებია საჭირო, ძალიან სერიოზული ცვლილებები, ამას არ უნდა ემოციები, ამას უნდა კეთება,
საქმის და მე ვფიქრობ, რომ ქართველთა დიდი გაერთიანება სწორედ ამიტომ გაკეთდა, რომ ნელ-ნელა, მაგრამ დიდი დრო არ გვაქვს, ჩვენ შევძლოთ კონსოლიდაცია ჩვენი ქვეყნის ხარდასაჭერად და მისი განვითარებისთვის. ახალი გეოპოლიტიკური ვითარება, რაც აშკარად გამოკვეთილია და რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობ, წლებია და ყურადღებით არ არის გაგონებული. ეს არის სამხრეთ კავკასიაში საქართველოს ფუნქციის გამოკვეთა, თუ საქართველო არ დარჩება მარიონეტულ სახელმწიფოდ. სამხრეთ კავკასია რჩება მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ეპიცენტრად, აქ ჯერჯერობით არაფერი შეთანხმებული არ არის. სამხრეთ კავკასიის სტაბილურობის უზრუნველყოფა, სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოების გარდა არავის არ შეუძლია. ეხლა დომინირებს ერთადერთი სახელმწიფო აზერბაიჯანი. სომხები და ქართველები ერთნაირი, რომ იტყვიან, მასშტაბით არიან გარეკილები თავიანთი ქვეყნების წინააღმდეგ, მაგრამ დრო თავისას დააყენებს ყველაფერს. და მთავარი რასაც უნდა გავცეთ კითხვა და აი იმ იდეოლოგიით განადგურებულ, წყალწარებულ ადამიანებს მიმართავ კვლავ უკრაინის გამარჯვებაზე რომ ლაპარაკობენ და მე ესე იგი როკი ვაფასებ ამ სიტუაციას ისე როგორც არის. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. უკრაინის კატასტროფას დღეს ვერავინ ვერ აიცილებს თავიდან უკრაინაში. ვერც ის სიმახინჯე, რასაც ზელენსკის მთავრობა ქვია, ვერც ის ომში გამობძმედილი ჯარი, მაგრამ განადგურების პირას მისული, ვერც ამერიკა, ვერც ინგლისი, ვერც საფრანგეთი და ვერც გერმანია ვერანაირ რეალურ დახმარებას ვერ გაუწევენ. დიახ, რაც შეიძლება კიდე მისცემენ, ხედავთ ზელენსკი რა განცხადება გააკეთა. ტომაგავკები ცოტა მოგცესო, რასაც ხოვრო, ზამთარი გადავიაროთო. ტომაგავკები ნიუ-იორკ ტაიმსმა დაწერა, რაც არის ამერიკაში. 1200 ტომაგავკი დახარჯეს ირანში. შედეგი არის 0. ამერიკის შეერთებულ შტატებს დარჩა 1700 ტომაგავკი. აქედან 2025 წელს მათ შემატეს 600. ეს არის ზღვარი, რომელიც წელიწადში მათ შეუძლიათ 600 ტომაგავკის კეთება. 1700 ტომაგავკი სერიოზული ომის დროს ერთი თვის, ისე ეკონომიურად თუ გამოიყენებ, დაახლოებით ერთი თვის მარაგია. მერე რა შვებ? მერე ყველაფერი მოღიაღებულია და უკვე საფრთხეები ჩდება. ამიტომ უარი უთხრა ტრამპმა, კარგად იცით ზელენსკის მაინც არ დატოვებენ ასე და მისცემენ, მაგრამ კარგად მიაქციეთ ყურადღება Rand Corporation-ის იმ ძალიან ისტორიულ დაწკვნაშიებით, რომ გამოფიტვაზე მიმართული ეს სტრატეგია არ არის შედეგის მომცემი. ამიტომ ის ილუზიები საქართველოში, რომ ნახეთ ახალგაზრდები იცით ენერგიულად წერენ იმას, რომ აი ჩვენ შევალთ ნატოში, მე ხო ვამბობ, რომ ვერასდროს ვერ შევალთ. ვერც ევროკავშირში ვერ შევალთ. არა იმიტომ, რომ ვინმეს უნდა, იმიტომ, რომ ეს შეზღუდვაა გეოპოლიტიკური. აი რუსეთს დაამარცხებს დასავლეთი, რუსეთი რო აღარ იქნება, ჩვენ მიგვიღებენ. ეხლა მითხარით მე, ნორმალური ადამიანი თუ შეიძლება დამოუკიდებელ სახელმწიფოში, მეზობელ სახელმწიფოზე ისტორიულ კონტექსტებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რა იყო ისტორიაში აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა აქვს იმას, რა იქნება ხვალ. დამოუკიდებელ სახელმწიფო გინდა რომ მტერი იყო მეზობელი ქვეყნის? კარგია, ცუდია, თემა არ არის ალაპარაკო. მოდი ღიად ვთქვათ, საქართველო არის ანტირუსული პროექტის ნაწილი. ისევე როგორც უკრაინა, ისევე საქართველო, ეს ორი ოსაბჭოთა ქვეყანა არის ანტირუსული პროექტის ნაწილი. ნებისმიერი პროექტი,
რომელიც რუსეთის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული რუსეთის საზღვართან, დაასრულებს თავის არსებობას. ამიტომ საქართველოს როგორც დასავლეთის პროექტს რუსეთის წინააღმდეგ აქ უპერსპექტივო მომავალი. და არა მარტო უპერსპექტივო, საშიში მომავალია. თქვენ ნახავთ რა მოუვა უკრაინას. გეუბნებით, თქვენ ნახავთ რა ტრაგედია დაემართება უკრაინას. უკვე ტრაგედია აქვს, მაგრამ ეხლა სახელმწიფოებრივ ტრაგედიაზე გეუბნებით. საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები მიანიშნებს იმას, რომ ეს არის დასავლეთში რაღაც სწავლა გავლილი ადამიანები, საკმაოდ გონება გამრუდებული, საკმაოდ არასერიოზული პოლიტიკური თვალსაზრისით. მათ არ ესმით, რომ საქართველო არ შეიძლება იყოს ანტირუსული პროექტი. ისევე როგორც არ შეიძლება იყოს ანტითურქული პროექტი. არ შეიძლება იყოს საქართველო ანტიაზერბაიჯანული პროექტი, ანტიირანული პროექტი. ჩვენ ვართ ყველა ანტიპროექტი. იმიტოა თავზე გვემხობა ეს ქვეყანა. პოლიტიკური დიალოგი რომ არსებობდეს საქართველოში და სერიოზულად შეიძლებოდეს სხვადასხვა შეხედულების ადამიანების დაჯდომა ისეთ ტელევიზიებში, სადაც და ეს პირველ რიგში საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს, სადაც იქნება დიალოგი, ჩვეულებრივი პროფესიული საუბარი და არა არიქა ჩემი პარტია უკეთესია, მე ყველა პარტია ერთნაირი მგონია, იმიტომ რომ ერთნაირად უპასუხისმგებლოა, ერთნაირად უშედეგოა, ერთნაირად უსუსურია, იმიტომ რომ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევს უზურპირებულ ხელისუფლებას, უზურპირებულს ერთი კაცის მიერ, თორე ახლა მთავრობას და პარლამენტს და სასამართლოს ვინ რაც კითხავს დღევანდელ საქართველოში. ანტირუსული პროექტია ხასუსვა მათაშჯერ. აი, შენ ხარ როგორ დაწერა ერთმა ეს ნაცმოძრაობის ის თავგახურებული ქალები, შენ ფსბ რასაც გეუბნება, იმას ლაპარაკობ. ეხლა რამე და ისეთ გითხრათ, ნუ თუ შეიძლება ნორმალური ადამიანი უშვებდეს იმას, რომ მე ვინმე რაიმეს მავალებდეს, გამოვდიოდე სახელმწიფოს კრიტიკით, გამოვდიოდე ხელისუფლების კრიტიკით და ასე ვიყო. შეიძლება ამის დაშვება. ანდა ეს ტვინ გაღვინული ხალხი, მაგრამ ესენი ჩემი თანამემამულეები არიან. მე იმიტომ ვარ მოურიდებელი, რომ დღეს თუ არა, ხვალ ისინი ფაქტის წინაშე დარჩენ. ჩემთვის მთავარია ახალგაზრდები დაფიქრდნენ ბევრ რამეზე. ის ახალგაზრდები, რომლებიც უბრალოდ საცოდავი უზრდელები არიან, იმდენი არიციან, იმდენი ოჯახის აღზრდა და იმდენი თქვათ მამის გავლენა არ აქვს, რომ უფროს ადამიანს როგორ დაალაბა, თუ არ მეთანხმები, რაიმეს კითხვები და მისვემა, შენ რუსეთის კი არა, ხასუსვა. აი, კარგად ამ წყალწაღებულმა ხალხმა კარგად დაიმახსოვრეთ. საქართველო როგორც ანტირუსული პროექტი განწირულია კრახისთვის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთს ბაბაია უნდა უძახოთ და რუსეთში რაღაც შევიდეთ, ანდა მისი სატელიტი ვიქცეთ, არა. გონიერი სახელმწიფო ირჩევს ისეთ სტრატეგიას გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ურთიერთ ინტერესების ბალანსზე იქნება აგებული. შესაძლებელია თუ არა ეს რუსეთთან, არა მარტო შესაძლებელია, არამედ ძალიან მარტივი გზები არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ რუსეთის ხელისუფლებასთან დავაბალანსოთ ურთიერთობები. ისე რომ არა მარტო დავრჩეთ როგორ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, არამედ გავაძლიეროთ ჩვენი ინტერესები და ვიყოთ აბსოლუტურად დაცული იმისგან, რომ ჩრდილოეთიდან საფრთხე არ მოდის. ჩრდილოეთიდან საქართველოსთვის მოდის სასიკვდილო საფრთხე. იმიტომ რომ საქართველო ბოლო 33 მოდი ასე ვთქვათ, 1994 წლიდან გამოიკვეთა, ხო? 30 წელი ვთქვათ. ბოლო 30 წელი დამოუკიდებელი სახელმწიფოს
პოლიტიკაც რომ შეესაბამება ახლოსაც არ არის. შევარდნაძე იყო, სააკაშვილი იყო, ივანიშვილია. ეს ხომ ერთი მდელოს ვარდებია ჭყალებში. ერთი მდელოა, ეს ერთი იდეოლოგია, ერთი შეხედულება და ერთნაირად საშინელი შედეგია, რომელიც პერსპექტივას უსწრებს ქვეყანას. ამიტომ ჩვენ უნდა დავუვაგდეთ, ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც გონიერია, ქართული სახელმწიფოზე წინ ამ ხელისუფლებას არავინ არ შეუძლია დააყენოს. ქართული ხელისუფლების პირობებში საქართველოს საუკეთესო ურთიერთობა ექნება დასავლეთთან, რა გვაქვს მათთან საომარი. რა ეხლა რუსებს შევეკრებით დასავლეთის წინააღმდეგ, უტბინობა გვაქვს ჩადენილი შევეკარით მკვდარ დასავლეთს, რომელიც თავისი დაღმავალი ტრაექტორით მიდის და რუსების წინააღმდეგ 33 წელია მუშაობთ. შედეგი გვაქვს კატასტროფული და კიდევ უფრო უარესი გვექნება. ამიტომ გეოპოლიტიკა არის არა ემოციები, გეოპოლიტიკა არის გონება. გეოპოლიტიკა არის რეალობა. რეალობა ისეთია, როგორიც არის და არა ისე, როგორც შენს იდეოლოგიურ კორექტულად მინდა ვისაუბრო, თუმცა კორექტულად საუბრის დრო არ არის. დანაგვიანებულ გონებას სურს, ისე არ იქნება. ერთი ქართველი კაცი რო ქვია, ხო იცით ასეთი, ყველაფერი რო იცის და როცა საქართველოს მიიღებენ ნატოში და ევროკავშირში, გამომიარე ერთი მერეო, მე მეუბნება, გამოგიარ, აუცილებლად გამოგიარ. მაგრამ თავარი ის არის, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ევროკავშირში და ნატოში შესვლა საჭირო არ არის. შენ ყველასთან უნდა გქონდეს ნორმალური, მიუმხრობლობის პოლიტიკა არის იდეალური პოლიტიკა და საკუთარი რესურსის განვითარება არის უალტერნატივა. როდესაც მე რატო არ მწავს, იცით, არაფერი ამ ხელისუფლებისა. მე ვხედავ იმას, რაც ყველაზე კარგად ვიცი. მე ვიცი ქართველი ახალგაზრდების ნიჭი, მე ვიცი მათი წვდომა მათემატიკისადმი, ურთულესი საგნებისადმი, აერში იჭერენ ყველაფერს, ძალიან ბევრი ნიჭიერი სტუდენტი ყავდა. დღესაც არის ეს ხალხი, რომელსაც შეუძლია თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან მაღალ დონეზე აიყვანოს, მაგრამ ხელისუფლება არის მიმართული სხვა მიმართულებით. ეს რომ აცილებულია ამის თქმა მინდა მე რომ ხელისუფლება აცილებულია მსოფლიო განვითარების ვექტორს. ასე მიდის განათლება, მეცნიერება, ტექნოლოგიები, ეს არის მთავარი ვექტორი. საქართველოს აქ ბაიბურში არ არის. ჰაბიო დაუჩემებია, ტურისტული ჰაბიო, რაღაც სატრანსპორტო ჰაბიო, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, მარტო უვიცი ეკონომისტი რო იქნება, ხო იცით, წყალწყალა ქართულ უნივერსიტეტში ეკონომიკა რო ასწავლეს, სიაფანტობა ასწავლეს, სინამდვილეში ეკონომიკა და მან იცის მარტო ეს, რომ დაბალი გადასახადები სახელმწიფოში არ უნდა ჩაერიოს ეკონომიკაში და უცხოური ინვესტიციები და ერთი ციშტერია, მეორე ციშტერია და მესამე ციშტერია. აიღეთ ჩემი ფუნდამენტალური წიგნები და წაიკითხეთ, როგორ არის ეკონომიკა მოწყობილი და როგორ ვითარდება ქვეყნები. ძალიან მოხარული ვარ, რომ გამოვიდა, თუმცა დიდი შრომა დაჭირდა, გუშინ მე მგონი გავაკეთე, ესეც წიგნი, რომელიც არის, მოდით განახოთ, თუ არის ეკრანზე, თუ ჩანს, ვნახოთ. ეს არის ციკლის ერთ-ერთი უკვე მეორე წიგნი, კიდე იქნება რამდენიმე წიგნი. ჩემი მთავარი მიზანია უახლეს დონეზე, სუპერ თანამედროვე დონეზე ავწერო მთელი ეკონომიკა,
მისი ძალიან რთული მიმართულებები, დაახლოებით 5-6 წიგნი ჭირდება. ეს ეკეთდება მაგისტრანტებისთვის, პროფესორ მასწავლებლებისთვის, ну, რა თქმა უნდა, მეოთხე კურსის ბაკალავრიატის ხალხს, თუ კი წესიერი პროგრამები იქნა, შეიძლება აქედან ძალიან ბევრი რამე ასწავლო. ესე იგი, განათლების ნაცვლად ჩვენ მივდივართ უბედურებისკენ, ქართველი ახალგაზრდობას დროშა დაუკავებია ნაწილს და ევროპაში მიდის. ევროპის განათლების სისტემა არ წარმოადგენს პროგრესულ განათლების სისტემას, მე არ ვამბობ კლასიკურ სისტემას. კლასიკურ ევროპაში ორი სუპერ განათლების სისტემა იყო, გერმანული და ფრანგული. ფუნდამენტალურ რამეებში ფრანგული შეიძლება ცოტა ოდნავ წინ იყო გერმანულთან, თუმცა საბოლოო ჯამში გერმანული მაინც ძალიან ძლიერი სისტემა იყო. ამის ნაცვლად ჩვენ გვაქვს ბოლონიის სისტემა, ანუ ქართველი ახალგაზრდების გამონთაყვანებელი სისტემა და ეს არის დასაფიქრებელია. მე ვარ უფროსი თაობის ადამიანი, რომელმაც რაღაც ცხოვრება გაიარა, რაღაც სერიოზული სფეროები ნახა და იმუშავა იქ, და ამიტომ ძალიან კარგად ვიცი ახლა უამრავ დროს ვანდომებ, რომ გავერკვე ყველაფერი თანამედროვე როგორია მიმართულებით და არაფერ მსგავს საქართველოში ვერ ხედავ, ამიტომ გიზიარებ თქვენ ამას. დასაფიქრებელია, გთხოვთ ყურადღებით მოусმინეთ ქართველთა დიდ გაერთიანების განცხადებებს და ყურადღებით მოეკიდეთ, იმიტომ რომ ამ გაერთიანებას არაფერი გარდა საქართველოსა სხვა მიზანი არ გააჩნია. ამ მახინჯის შეხედულებათა სისტემის შედეგია ის, რომ იმიგრაცია არის არანორმალურად მაღალი, თქვენ ამას ხედავთ. ეხლა აგვისტოარი და ცოტა იკავებს როგორც მთავრობა ხელს, მაგრამ იმ ქალაქების მშენებლობაზე ალბათ მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს სექტემბერში. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. ყველა ადამიანთან გავალთ კავშირზე, ვინც კი წინააღმდეგია ამ ქალაქების მშენებლობისა და მათთან ერთად დავიცავთ ამ ყველაფერს, რადგან ეს არ არის ეკონომიკური პროექტი. თუ არ ვცდები, 2 დღის წინ გამომიგზავნეს ბატონი ფალავანდიშვილის რაღაც ვრცელი პოსტი იყო, სადაც ის ამ შეშფოთებებზე წერს, რომელიც საყოველთაოა საქართველოში და მე თავისი ჭკვით აბათილებს, რომ აი იგლსის მშენებლობები ევროპაში არაბებისთვის კი არ აშენდა, ევროპელებისთვის. ეხლა მე რას გეტყვით, იცი ბატონი ფალავანდიშვილი, გიგლა გობეჩიას, პროფესორ კაც, ღირსეულ კაც დაუკავშირდით და ის მოგცემთ თქვენ ყველა ინფორმაციას ამ იგლსის, ამ პარაზიტული კომპანიის შესახებ. თურმე არაფერი საფრთხე არ ყოფილა ის, რომ ქართველები გაედინება ქვეყნის გარეთ, შობადობა არ არის და დემოგრაფიული კატასტროფა. ეს ხალხი მოვა, ფულს გადაიხდის აქ, ჩვენი კაი ქართველი ბიზნესმენები განათლება რომ ბიზნესად აქციას მაღოთ ჩაიდებენ ჯიბეში, მაგრად იცხოვრებენ და საქართველო წინ განვითარდება. არა, ისინი ითვისებენ ამ ქვეყანას, ისინი ფეხს იკიდებენ ამ ქვეყანაში და 100,000-ობით ადამიანის დარჩენა ამ ქვეყანაში უკვე გააკეთა ამ ხელისუფლებამ, რომელსაც ფალავანდიშვილი ვერ გარეცხავს. ფალავანდიშვილს ის პოსტი ექნება სამუდამოდ და ეს მშვენიერ დღეს ცხვირწინ გააკრავენ მას, იმიტომ რომ არ შეიძლება კეთილ დღეობისთვის შენი ქვეყნის გაყიდვას შეუწყო ხელი და გაამართლო ის. ამიტომ გთხოვთ, რომ ამ პრობლემებს შეხედეთ სერიოზულად. ყველაფერი გასაგებია, მორიდებაც გასაგებია. აი ახლა მე რო ახლა გამოვიდე, დღეს ხო არაფერი არ გაკეთება, ამიტომ მე შეიძლება დავზიანდე. მესმის თქვენი, მაგრამ ჩემთვის მთავარი ის არის, რომ თქვენი განწყობა იყოს ის, რაც შეეფერება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას, იყოს აგრესიული შინაგანად, იყოს მიუღებელი ამ სიმახინჯისა და იყოს მზადყოფნი იმისა, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში
თქვენ დადგებით თქვენი ქვეყნის გვერდით. ეს არის ყველაზე მთავარი. არ არსებობს ტენდენცია ქვეყანაში, რომელიც ქართველი ხალხის, ქართველი ახალგაზრდების მომავალზეა ორიენტირებული. ქართული სახელმწიფოს გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ერთი თემა სიამოვნებით დავждები, საუბარით შემიძლია, რაღაცაც შემიძლია. სიამოვნებით დავждები ყველასთან, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოში კარგად მინდის საქმე, ეს ხელისუფლება, კარგი ხელისუფლებაა და ჩვენ მალე ავყავდებით. ტურიზმი აგვაყვავებს, ახლა არაბები ააშენებენ გორქალაქს და იქედან იმდენი ფული შემოვა, ყველა ქართველი უდარდელად იქნება, ხო? სისულელეებზე ამყოლი ერი უპერსპექტივოა. ქართველი ერი სისულელეებს აყვა, როდესაც ნატოს და ევროკავშირის სატყუარაზე როგორც პროვინციელი ქაჯები წამოეგნენ. პროვინციელი ქაჯები, იმიტომ რომ საღი ანალიზი მაშინაც რომ შეუძლებელი იყო ამის რეალიზაცია უბრალო მიზეზის გამო. იგი ეწინააღმდეგება სამხრეთ კავკასიაში ისტორიულად მის მეზობლებად ჩამოყალიბებული ქვეყნების სახელმწიფო ინტერესებს და საფრთხეს უქმნის მათ. ეხლა თავი დავაღწიოთ რუსეთისგან ნატოში შესვლით და ევროკავშირში შესვლითო, ესე იგი საერთოდ არაფერი არ გაგვეგება. კიდე გეუბნებით. თქვენ აი ამ ტვინგაყინულ ხალხზე თქვენ ვერ გამგვალცხართ. იმიტომ რომ სხვადასხვა წონით კატეგორიებში ვართ. იმდენად დიდია წონებს შორის განსხვავება, თქვენი უსუსური. აბა ეხლა ნორმალური შეიძლება იყოს ახალგაზრდა კაცი უკრაინის დროშაში და კიდევ იმაზე ოცნებობს, რომ უკრაინა გაიმარჯვოს. კი, მაგრამ ინგლისური ენა იცით? უსმინეთ ამერიკელ სპეციალისტებს, ცენტრალური სადაზვერვოს ხალხს, შესანიშნავ სამხედროებს, ანალიტიკოსებს, როგორია რეალობა. რეალობა საწინააღმდეგოა იმისი და მე თუ თქვი, დიახ, ჩემს გვერდზე დაიდო კომენტარები, დიახ, დასავლეთია დამნაშავე, უკრაინას რაც ჭირს, რადგან პროვოცირება იყო. კიდე გეუბნებით, Rand Corporation-ი გიწერს, რომ უკრაინა გამოყენებული იქნა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ეს სტრატეგია აღარ იმუშავებს. რა მუშაობს? მუშაობს უკრაინის განადგურება. არ გჯერათ? მე ნიშნის მოგები, თქვენ არასდროს არ დაგილაპარაკებთ, მაგრამ თქვენ დარჩებით საცოდა უბადრუკ მდგომარეობაში, როდესაც 21 საუკუნეში 2026 წელს ფაქტებს ეჩხუბებით, იმ საშინელებას ეჩხუბებით, რაც 46 მილიონიან ერს დაემართა. და თქვენ იგივე გინდათ დამართოთ ამ მცირერიცხოვან ერს, რომელიც ისედაც ნადგურდება 33 წლიანი მარიონეტული ხელისუფლებების ხელში. ამიტომ ვიფიქროთ ყველაზე ამაზე, მე ალბათ შაბათს ან კვირას კიდევ ჩავერთვები, მანამდე კი დაგემშვიდობებით და იმედი მაქვს, რომ ყურადღებით ვიქნებით ერთმანეთის მიმართ. მე გთხოვთ, კრიტიკული იყავით ჩემი საუბრებისადმი, თუ რაიმე კითხვები აქვს მომწერეთ და მე ვცდილობ ყველას უპასუხოთ, მაგრამ არსებობს ქართული აღზრდა, არსებობს ჩვენი კულტურა, არსებობს ადამიანებს შორის ურთიერთობა, უზრდელობა, კაც არ ეპატიება. ხალისთვის კატასტროფაა, ახალგაზრდისთვის დაღუპვა და საცუდაობაა, თორე ვის რა უნდა დააკლოს უსუსურმა ახალგაზრდამ, რომელიც საერთოდ აზზე არ არის, მაგრამ იმდენად თავხედია და იმდენად გაუზრდელია, თავს უფლებას აძლევს რაღაც არაკორექტულად მოიქცეს. მოიქეცით, როცა დაგემხობათ თავზე ყველაფერი, მაშინ გაიხსენებთ ჩემს საუბრებს. ეხლა გემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ, მხნეობა მინდა
გქონდეთ და განძლეობა და კარგად ვიფიქროთ. ჩვენ უნდა მოემზადოთ სერიოზულად, რომ ხელისუფლებას არ მიეცეთ უფლება დაიწყოს ამ ქალაქების მშენებლობა. კარგად გრძანდებოდეთ.